სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა დამშვიდი ნიკოლოს დაწყნარდი მე რა არის ესეთი კარგი ტელევიზორი მოიგე ეგ კი არა ხალხი მილიონებს იგებს მაგრამ მაინც ჩაულებრივად რჩებიან დიახ ნიკოლოს რა მონოლოგს მიკითხავ ჰა მოჩა ჩემთვის ველაპარაკები გესმის ხა ასეთი კარგი ტელევიზორი რომ მოვიგე მაქსიმალურად უნდა ვეცადო რომ თავში არ მივარდეს ისა ნიკოლოს რო დაგირეკეს ტელევიზორი მოიგეო ამ ხელაკაც გული როგორ წაგივიდა სირცხვილი არ არის ხო იცი რომ სუსტი გული მაქვს ეგ კი არა რომ მითხეს ტელევიზორი მოიგეო აი შეგრძნება მქონდა გეგონება ცელი გამოგისვეს ფეხებშიო რა იმღაც ცელი არა ელექტროსაპარსი რა ელექტროსაპარსი გოგო ვაიმე რომელი საუკუნეა ნიკოლოს ელექტროსაპარსი შენ ეკაიფე ჯოდასას რა თავში არ გივალეს ჯოდასენს არა Coldplay-ს. ისა ბეწვზე ხარ გადარჩენილი. რატო ვარ ბეწვზე გადარჩენილი? რატო? ტელევიზორზე რო ამ ხელაკაც გული წაგივა. მანქანა და ბინა რომ მოგიგო ხო დამაქრივებდი. აბა. ისე რა ვქნათ, იცი? ტელევიზორს რომ მოიტანენ, პულტი გადამალე ეკრევე. რატო? რატო? ნუგზარი აორთქლებს. მოიცაკაც რა თუნდა ნუგზარის პულტი. კლავიატურა ხო წაიღო? წაიღო. მაუსი ხო აორთქლა. მაუსი აორთქლა. მუსიკალური ცენტრიც. მუსიკალური მართალი ხარ. ხო, მოკლედ რასაც ღილაკებია, ყველაფერი მიაქვს ამ კაცს რა. როგორც მოიტანენ ტელევიზორს, პულტს სეიფში ჩავკეტავ. ისე რა პატარა გიხარია ადამიანს. მოიცა პატარა ტელევიზორს მოიტანენ, გოგო? ვაიმე არა, შეიძლება ტელევიზორი დიდი მოიტანონ ბატონო, მაგრამ აი ცოტა გიხარია მეთქი ადამიანს რა. რასიზა. ნიკოლოს. დააკვირდი? რასაც მთელი ცხოვრება უყურებდი, ის მოიგე. მერე? რა მერე? ყველა დრო ზიხარ ამ სახლში. აწი ჩაუჯექი სახლის წინ რო ბანკის ფილიალია, იქნებ ფული მოვიგოთ ნიკოლოს. აი შენ მეკაიფე და რომ მომიტანენ ტელევიზორს, აი ჩაგირთო. ბიჭო, არ უნდა აღვნიშნოთ ეხლა დღევანდელი დღე? უნდა აღვნიშნოთ. ოღონდ მოიტანონ ჯერ ტელევიზორი, შევაერთოთ და უყუროთ. და თუ კიდე დილამდე აღვნიშნოთ და უყუროთ. სად არის ამ მერტო გამდე? გადავიდი კაცია. აი შენ კიდე ბიჭო რას ნერვიულობ, მოიტანენ აბა რა იქნება, კაცო. ეთქობა რაღაც სერიალს უყურებენ, დამთავრდება და მოგიტანენ რა. რას თიშნევ, სერიალს უყურებენ ჩემი ტელევიზორით, ბიჭო? აბა. ეხლა ბევრს კი არა შენ არის ფუფუნება რომ სახში ტელევიზორი კონდეს. დიდი ხანია აღადავდი, ხო შენ? მაგას გიჩვენია წახვიდე და რამე ნორმალური სიმღერა დაწერო სახში. აი რო დავწერე, მაგიტომაც მოვედი რომ მოგასმენინო. ხო. მიდი ერთი აბა, შეუბერე იქნებ ბოლომდე გამომიყვანო მდგომარეობიდან. მოიცე. აჰა, აქ არის. ესე იგი, იწყება ასე. აჰა. რა არის? აჰა. გიშმენ. დანან შენის დანა მეზობელი. დანან უნდა ყავდეს ერთი ორი. დანან თუ არა და კაკ მინიმუმ. დანან ახალი ტელევიზორი. როგორ გითხრა, სერიოზულია. სერიოზულია, ხო? ხო, ვაი შენ პატრონს თუ გითხარი, ა? კი, მითხარი. ხო, ზაგარ. არა, მიჩქარობ შენ. კიდე ერთი ვეში მაგ და იმასაც მოვუსმინო. ეცა? კარგი გისმენ. ვეში, ახალი ვეში. სეთაროდეს მოიტანა ტელევიზორს. აქ არის. ესე იგი, იწყება, ისევე გიტარები იწყება. კარგი. დანან ზოგი იგებს მილიონს. მოეთრა დავაში. დანან ზოგი კიდევ მანქანას. დანან ღმერთო დიდხანს არ დახურო. დან ტელევიზორის ქარხანა. კარგია, მაგრამ პირველი ჯობდა. პირველი? ხო, აი
პირველი დებილობა იყო, ეს იმენა სირობაა. ბიჭო, მწვერვის ხმა გაიგე? რა მწვერვის ხმა? გეხუბრე. რასახე გქონდა იცი? აი, სახეს გაგიერთიანებ ვატყობ მე. კი. არა ბიჭო. გოლ! აიყო. რეპეტიციას გავდივარ ტელევიზორს რომ მოიტანენ. მე მგონი გავგიჟდი, ხო? ჯან, გიტარა შედის. კი. გიტარა. ხო ნიკა. რას ქვია არ მოგიტანენ? ხო მოიგე ეგ ტელევიზორი. ო, კარგი რა, ნიკა დარეკე და მოგიტანენ. არ მცალია ეხა მე წავედი. კაი. აი მე მეათეჯერ დამიდეკა უკვე. და რა, ტელევიზორი მოიგო? ხო, გათამაშებაში. აბა შენ გეგონა მოვენატრე? რა ვიცი. აუ ის ერთხელ მოვიგე ტაფა მარტო მე ტერეფერი არ მოვიგე. მე რა, და ძალიან არ გამიხარდა მეწყინა. ცუდი ხარისხის იყო? არა, მაგრამ რაში მჭირდებოდა ახლა ტაფამი საჭმის კეთება მე არ ვიცი. მაგრამ ერთხელ გამოვიყენე, ხო იცი? ერთ ბიჭ ჩავარტყი თავში ეს მაგრად თხლიშა. რა გინდა ხო გამოგადგა მაინც? და ერთხელ მოვიგე კიდე $500. ვაუ, გათამაშებაში? არა. აბა, ქორწილში. სანამ მეფე პატარძალი მოვიდოდა, სეკა მოვცხეთ და მე მოვიგე. ოჩა, მეც მოვიგე ერთხელ $100. უი რა კაია, მერე? რა მერე? კი ვარ ნიკას ცოლი. და რა შუაში ახლა იგი $100 გამო მოგიტაცა თუ $100-იანად მოგიტაცა? იმ $100-ით ვიყიდე კაბა, რომელშიც მოვეწონე ნიკოლოს და აი ასე კი ვართ. რა ტელევიზორია, ბიჭო, რა ტელევიზორი. ხო წაიღო, ტვინი რა იყო, ბიჭო, ტელევიზორი არ გინახავს. 5 წლის უნახავი დედაშენი, რო ნახე მაშინ არ გაგიჟებულ ხარ, ახლა ასე და ახლა რამ გადაგრია. აი, კაცო რა შურიანი ხარ და მე რა. ამას იცი რა შეუძლია, გოლი დაიმახსოვროს და თავიდან უყურო და გაამეუღლოს. ანუ, შეგახსენებს რა. ბიჭო, ის ფუნქცია არა აქვს. აი, ჩემი ვალი რო გაქვს 100 ლარი, ეგ რო დაამახსოვრებინო და მე გაგიმეუროს და გაგახსენებს. რა მაგარი, უბრალოდ შეხედე სარკია რა, სარკია, ესეთი არ ვიცი. იუნები რა, არაფერი ამას აღარ ახსოვს. კარგი ტელევიზორია ხო, კარგი გადასარევი, გადავიდე. შეგენაცვალე, ბიჭო, შეხედე. მარტო ფერებს შეხედე. აი, ბუნებაში, აი, რაც ფერებია, ყველაფერი აქ არის. კი, ყველაფერი აქვს, აბსოლუტურად ერთის გარდა, ერთი ფერი არ აქვს მარტო. რომელი ბიჭო არ გამაგიში? რომელი და კოტეს კონცერტზე რო ხალხი არ მოვიდა. და სახეზე რო ფერიე და ის ფერი. ტელევიზორს დაუბრუნდა ფერი. აღარ ახსოვს ამას არაფერი. მე ესეც მოვიგე. არ შენ სახში წადიდე, ადამიანი არა ხარ. წადიდე რა, დაისვენი რა. აი ეს მაგა რა დაღლის ვერ გავიგე. ადამიანს ღლის სერიოზული და კარგი სიმღერის დაწერა და ამაერ სიმღერას 1000 დავწერე. ო და თუ დაწერდა დაწერე. აი დაწერე, დაწერე, ხო, დაწერე. ნიკამ თავის შენაძენით ჩვენ სიტყოთი აგვავსო. მაგრამ მარტო ეს რას მიზანზანა კოჭიც უნდა ავავსო და ავაროთი ხარ, ავაროთი. ბოლგარია ეს. რა ავაროთიო? მოიცა კაცო, სანამ ფუნქციებში არ გავერკვევი, ვერაფერს ვერ გეტყვი და არაფერს. მომეჩვენ დაგეხმარება მომეჩვენ. მოიცა კაცო, ერთი წუთი ადიქით. აი, ე ბიჭო, დამოდეკით, მაწვილებო ერთი წუთი. აი, მაი. აი, ოფილა, ხო იცი, გესმის. შვენი. ეს დამოდეკი. რატო? დამოდეკით. აბადონ დამოდეკი. Hey, we're heading to Daytona. So you guys want to tag along for a bit, maybe? Party some babies into us? აუ! რა ჯობია, ჯამის ყურებას. ამას პრინციპში დამჯდარი აქვს უნდა. წამომაგერეთ. იყავი კაცო. იყავი კაცო. იყავი კაცო, იყავი იჯექი. წამომაგერეთ რა. იჯექი, იყავი გიხდება. რა ფერებია, ბიჭო, რა ფერებია. დასარე, ეს ვეში ნახე. მაცალი კაცო.
შენ გენაცვალე მე, შენ გენაცვალე მაგ ხარისხში გენაცვალე. შენი ჭირი მე და შენ ვინც პირველად გამოგიშვა, იმის თიც ვენაცვალე მე და ვინც მაღაზიაში აქ იყო და აქ მოგიტანა იმის ხელებს ვენაცვალე და ფეხებსაც ვენაცვალე რა დამიშავა. ჩემოსა რა საოცრება. ჩემზე ამბობ, ხო? ტელევიზორზე. უხამ ტელევიზორს ვენაცვალე რა არის შეხედე გოგო აი ბრდღვინას აი შემიყვარდა ისე ეგ სიტყვები თავის დროზე რომ გეთქვა უფრო ადრე წამოყვებოდი ცალ გაგიჟდები გინა გადაახა ეს სარკია პირდაპირ შეხედე სარკე ლივლივებს რაფერები აი რაც მინდოდა გურით ზუსტად ის მიყო შენ კი იპოვე მაგრამ მე მგონი მე ქმარი დავკარგე ნიკოლოს რა მოწყდება ამ ტელევიზორს ეხლა ბანკში ვარ წასასვლელი მოიცა ბანკში რა გინდა ეხა მოიგე ტელევიზორი და გინდა რომ უკვე დაალომბარდო მოიცა კაცო გაჩერდი გერმანიიდან ჯაბირიცხეს ფული ვინ ჩაგირიცხა ფული გერმანიიდან მეორე მსოფლიოში რომ დამეკარგა ბაბუაჩემი პავლე გამოჩნდა და ის მიტოვებს მემკვიდრეობას ბიძა ჩემა ჩამირიცხა გერმანიიდან ვინ ჩამირიცხა ახლა გავახსენდით ბიძაშენს. არც ქორწილში ყოფილა ბიძაშენი და სხვათა შორის, არც მოულოცია ჩემთვის. სხვა კარი მინდოდა ჩემთვის და შენ რომ მოგიყვანე ნაწყელი იყო, რა მოგივიდა? შეხედე უბრალოდ, აი შეხედე, რასაც გინდა იმას გააკეთებინებ. აი პირდაპირ ტელეფონიდან შეგიძლია დაუკავშირდე, აი დედაჩემი რო დარეკავს, თლიან ეკრანზე გამოჩნდება და დაველაპარაკებია. რა ბედნიერი ვიქნები დედაშენს რომ დახავ დიდ ეკრანზე. შეხედე, გოგო, შეხედე, აი ბარსაც კი რა დღეში აგდებს რიალს. არ ვიცი. აბა, ნეტა ადრე მოგეგონიკა. ადრე რატო? იქნებ იუვენტუსისთვისაც მოეგო. კარგი არ გინდა მეხი კაცი დაგანები. აუ, წავიდეთ რა ბანკში ნიკა. სანამ არ დამთავრდება, ფეხბურთი ვერ წამოვა. აუ, ნეკა მალე დამთავრდეს რა წავიდეთ ბანკში ჩქარა. მიდი საძინებელში სასწრენია, გამოიტანე, ჩაუბერავ და დავამთავრე. ამას თავისი დრო აქვს 90 წუთი პლუს მინუს 3-4 წუთი. აი, მთელი ღამე უნდა იჯდე აქ და უყურო ტელევიზორს, ხო? კარგი იდეა, საძინებელში გადავიტანოთ? რა მნიშვნელობა აქვს სადიჯდები აქ თუ იქ საძინებელში? გამიშვი. შენ გამომხვებს ვენაცვალე მე. შენ ხარისხს ვენაცვალე. ჩემოცის არყელა. ფერადო. ნიკა. დიახ. წვრილი კუპიურები გამოართვი, კარგი? რატომ? რატომ? ეგ საფულეს თუ გამოვსებული რო გაქვს მევალეების და ბანკის ფურცლებით, ფულითაც გავავსე რა ერთხელ რა. კარგი დამშვიდი. გამარჯობათ. იცით, ჩემს სახელზე ფული უნდა იყოს გამოგზავნილი გერმანიიდან. პირადობა მომეცით. ვინ გიგზავნით? შავლოვიჩი. ბიძა ჩემია გერმანიაში მოაწყო ცხოვრება და ეხლა აქეთ გვინახავს. ნიკა. უკაცრავად რამაზი შალვაზე ვალიშვილი ბიძა ჩემია და რას მიყიდი ძირფასო? აი ხნ დაიწყებ ხალხია. ბატონო? ხო დამშვიდი ეხლა სამწვადეს ავიღებ, გაიღვიდო 20-იანი. სალათა, ყველი თავისთავად და ასე შემდეგ. რა და ძალიან კარგი. გოგოებსაც გადაგვინახე და საღამოს გაგვისწორდება მაგრად. აბა რა. ნიკა, იცი რა უნდა ვიყიდოთ პირველ რიგში? რა? აი, კართან დასაფენი ტილოს ტოპ რო აწერია. რატომ მე მან სტოპ? რა და ნუ გზარი რომ მოვა, დაიხედავს და მიხვდება რომ ესე არ უნდა შემიშელიგენდეს. აი, დაწყმარდი. ფეხსაცმელები უნდა ვიყიდო პირველ რიგში. შენ კი არა მე უნდა ვიყიდო. სამსახურში ყოველდღე მე დავდივარ. შენ კიდე სახში ზიხარ და ეს ტყიურივით რა დარბი ხარ ფეხში შველი იყიდე, იპიდი ჩუსტუკები. ხოჭა ერთი წუთი ძვირფასო. მე ჩემს სახში როგორც მინდა ისე ვივლი რა. მინდა ფეხში შველი და მინდა ტრუსებით. ისე დროული იყო ტრუსები რომ თქვი შემოგადინე ტაკუებიზე. დაწყმარდია, კარგია, მოკლედ. აი თქვენი დიდი მადლობა თქვენს და შალოვიჩაც ბიძა ჩემია გერმანიაში. შვენიერი გადასარე. დავაი დაწაკი დროზე! ეხლა ავდექი ჩემი ძმა და ვიდგები ცოტა. დაწაკი ნიკა ჩქარა გესვრიან. ვაიმე დედა!
აი მე რატო დაგვაწვინეს ლიკუნა დაბლა? ფუმატავა შენი. რატო დაგაწვინე და ვარ ვიყარჩენ და წავიდანი. რატო დაგაწვინეს? ვაიმე, ესა დაგვემართა. თავი არ აწია ცუცუ. დაგვემართა ლიკუნა რა დაგვემართა ჩუმატავა. გეხოცები ყველაფერი კარგად იქნება. ჩუმად ეხონ ძალიან ხმამაყლა ნუ. თავი არ აწიო, თავი არ აწიო. ამას წარმოვიდგენდი რომ ჩემ ახალ ტელევიზორში პირველ ჩემ ნეკროლოგს ნახავდი, ა? როცა ფული ჩაღარია, როცა მასკი. თავი ფული ჩაღავეთ. რა უკუგო ფულიო? კაი, ნუ კაშენია შენი მისუნაჟენი ტილიანი სამასნარიანი ჩუმად გეხვეწებ. თავი არ აწიო. ლიკუნა. თავი არ აწიო. ოქროები მომეცი ჩუმად. თავი ქვემო. ოქროები მოგცე ჩუმად, რა გინდა ოქროები? მივყიდი ამათ, რა თქმა და გადავყლაპავდე. ჩუმად მასკი. სახში მოგცე მერე. ეგეც რა დამაკატებია შენ რო ბეჭედი გეკეთია 90-იანებში მამა ჩემმა ზუსტად ასე გადაარჩინა წართმევა. ჩანდაფული. ძალიან კაცრი ჩანს ეს. დიდხანს უნდა ვიწვეთ ასე ეხლა კაცი. აი რა იყო და დახლა. ი არ მომბედა შიშის ნიადაგზე მომეფსა. გოგებსა? რა კარგები არიან ბავშვები. ცოტა არაფერი არ გაწოთორი არ ვიცი რა ისკიზავ, გაიგე ჩუმად. პამპერსი რო არ ჭირდებათ რა ბედნიერები არიან ბავშვები, ა? კაი გეხოცები ხარ შემარცხინო აქ. პოლიცია მოწამეთ. დამოწეთ. წამოთ. ადექი ხა მე. გავინიერებული. ვაიმე, სადმე შეგხვდები და უნდა მიგაყარო მიწა რა. მიწა უნდა მიგაყარო. აი ნიკა. ხო ყველა წაიყვანეს და წავიდნენ. აღარ შემილია დამასტა ნერვები რა. ხო ერთი დატოვეს ნიკა შენთან შეხვედრას ითხოვს. რა უნდა კაცო ჩემგან? ვაიმე ნიკა არაფერი გეხუმრები ადექი. საერთოდ აი მე თუ ბანკში შემოვიდი, აცი? აგერ შენ და აგერ. ხო, მაგრამ ბიჭა შენი რო გამოგიგზავნის ფულს როგორ აიღებ ერთია? მოიცა კაცო, არ მინდა მაგისი არაფერი, ამხელა უბედურებაში თუ ჩავალ გერმანიაში და წამოვიღებ იმას. გამარჯობა, შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? არ იცით ხო ალბათ? არა, ვიცით, ძარცვის მცდელობა იყო, უბრალოდ თქვენგან გვაინტერესებს. ჩართულია. გადავრჩით ხალხო, გადავრჩით, ძლივს გადავრჩით. აი ესეთი უბედურება ხალხი გაგიჟებულია დღისით, მზისით, შემოვარდნენ. მე კი მეგონა თავიდან რომ ის იყო ფარული კამერა როა, კაი გადაცემა იყო, ადრე გადიოდა. და ეგ მეგონა ხვდებით მე და მე რა ვიცოდი თურმე აქ არის სერიოზული ამბავი. კი, აი ძალიან ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, იცით? აი უცებ შემოვარდნენ, დაიწყეს ყვირილი, უცებ ყველანი ძირს დაგვაწვინეს და არ ვიცი რა ხდებოდა საერთოდ. ნიკა რო არა. აი სულ რაღაც რამოდენიმე ხანია შეუღლებულები ვართ. დიახ. კიდევ რა გაინტერესებთ? სიცივე რატო იგრძენით? ეგ მაინტერესებს. სიცივე თუ იგრძენით საერთოდ. არა, ზოგადად ვინ არის თბილად შემოკარგო? არავინ, მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციაში აი ეთყობა იატაკის სიცივე, კანი მაქვს ცოტა სუსტი და აქედან ან იარაღი, არ ვიცი, გადავრჩით ძმაო, თქვენი სახელი? ბექა. ბექა, გადავრჩით ძმაო. იარაღი მოგადეს და მაგიტო იგრძენით სიცივე? იმედია რომ მხოლოდ იარაღი მომადეს. კი, ჩვენ ყველას გვემუქრებოდნენ, აი ჩანთაც კი გამომტაცეს, მაგრამ შემდეგ პატრონმა დაგვიბრუნა. შიშით არა ძმაო. აი, იცით მძიმე სიტუაცია. ლიკა ერთი წუთი ეხლა. კაცო. არა. მე ვიყავი სპეცნაზში ადრე. ხო. და რაკიდან გამომდინარე ალბათ მაგიტომ სპეცნაზში მსახურობდით? ხო. რომე წლიანი ხართ თქვენ? 88-იანი. დიახ, სპეცნაზში მსახურობდი მე და ვიყავი ორკესტრში. თემშებზე უკრავდი და ეთყობა იცოდნენ გესმით და მაინც გამოცდილებას გაექცნენ. იარაღი რო ამოიღეს, თქვენ რა მოიმოქმედეთ? გაჩვენოთ თუ მოგიყვეთ. ყველანი დაბნეულები ვიყავით მაგ დროს და იარაღი რო ამოიღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ იატაკზე დავწექით ყველა და ეს დაწვა და გადავეფარე, მე გესმით? და აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ ყველა იყოს ფრთხილად. გინდა ბიძამ გამოგიგზავნოს ფული, გინდა დეიდამ, უნდა იყო ფრთხილად, გესმით? აი გადავჭით. რა მაინტერესებს, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა ხო არ მოუყენებიათ? არა, ნამდვილად არა, იმიტომ რომ ალბათ ვერ გარისკრეს სპეცნაზისთან გამომდინარე. აბა თვალები წყლიანი რატო გაქვთ? ახალი ნამტირალებით ჩანხართ. წყლიანი? ხო. რა ვიცი.
კატარაქტა მაქვს, გესმით და აქედან გამომდინარე, თუ მით უმეტეს ასეთი რთულ სიტუაციას ვაწყდები, თავისთავად გამდის წრემლი. და ეთყობა ამიტომ. ისე გულჩვილი ხარ, ყველა ქართველი გულჩვილი ვართ. ალერგიულიც არის თან და აი მაინც თორე მე მივმართე საზოგადოებას უთხარი ხალხო, არ შეგეშინდეთ. აქ არის თქვენი ნიკა. ლიკაც და მე გამოვედი და სანამ თქვენ გამოსით და ვკვითინებდი და აი ამის გამო ალბათ რა გამწარებულია ხალხი. აი დამშვიდი გეხვეწები. კარგი, მადლობა. გავა დღეს ეს? კვირას. კვირას. მადლობა ძმო. აი და ვიჩი ეთუა რა. ბევრს რო ყვირო და ბევრს და ხმამაღლა, აი მან უფრო მომიშალა ყველაზე მეტად ნერვი. რომელმა ნიკა, რომელმა? ნიღაბი რო ქონდა ჩამოფხატებული სახეზე. ვაიმე, ყველას ქონდა ნიღაბი სახეზე. კაცო, ვიცი, მაგრამ გამანები რა, ერთი შენ თავი რა, გამანები. ერთი ახლოს მოსულიყო და გავტეხავდი ხერხემაში. შენ ვინ მოგეკარებოდა ნიკოლოს რო დაგინახეს გაქცევა მოუნდათ. ბიჭო, რო გითხრეს, დაწექიო, რატო არ დაწექი ეგრევე? გოგო, საძინებელი ხო არ იყო ეგეც რომ გეთქვა და დავწოლილიყავი, ა? სად მე და სად ყაჩაღები. მართალი ხარ, მართალი. იმათ ერთი თეთრი არ წაუღეთ და 20 ლარი ვარ გამომეგრიჯა შენთვის, იმასაც ხარჯავდი. ისე იმ ჟურნალისტებთან როგორ იბლატავე, თუ არ შეგრცხვა ერთი რა? მოჩაბა რა მეთქვა შენი აზრით, შემეშინდა და ჩავიფსიო? ვაიმე, მოქცეულიყავი გმირივით და მერე გებლატავა. მე ისე გმირივით არა. და რა უნდა გამეკეთებინა ხა დამეწოყვილი და მოვეკარი, მე ვიღაცას იქნებოდა კაი. სამაგიროდ გმირი გახდებოდი. აი ჟურნალებში შენი ფოტოები იქნებოდა აჭრელებული. ტელევიზორში გამოგაჭენებდნენ და შენს გმირობებზე დაწერდნენ წიგნებს. კაცო, ერთი გამაგებინეთ, ვალიშვილი ვარ, კაცო, ფიროსმანი ხო არა რომ მოვკვდები და მე ალაპარაკდეს ერი ჩემზე, ა? ისე მიხელა კაც რა გატირებდა. იცი რა? ტელევიზორის ბრალია ყველაფერი. ხო, მთელი დღე სიხარულისგან რო ვერ გადმოაფქვი ეს წრემლები, იქ აღმოხდა თავის და უნებურად. ხო და დაწეკი და დაიძინე. მოიცა კაცო, არ მეძინება რა დამაძინეს ეთი. არ გეძინება რა? არ მეძინება არა. არ გეძინება არ რა? მეძინება არა. დაწეკი რა ბიჭო. უყურეთ ამას.